ველი საიდუმლო. ჩემი წილი მსხალი სად არის? გამომართვი ჩემო პატარა. დეიდა აიშა, შენ რატომ არ მიირთმა? შეგერგოთ. მე არ მინდა. კიდევ ერთ ნაჭერს შეჭამ შვილო. არა, ესეც ძალით ვჭამე. გმადლობა. შვილო. წავიდეთ, დროა დაიძინო. ყველას მშვიდობიანი ღამე უსურვე. ღამე მშვიდობისა, დეიდა აიშა. ტკბილი წილი, ჩემო პატარა. ჩვენ არ გვემშვიდობები, ჭიკჭიკა. მოდი აქ. მოდი, ჩემო ტკბილო. ღამე მშვიდობისა. კუდრეთ, გინდა გაკოცო? მოდი. ხოლო სახელს ნუ ეძახი შვილო. კუდრეთ ბიძია დაუძახე. არა უშავს, რაც გინდა ის დამიძახე. დედას ნუ უსმენ. წამოდი, წავიდეთ. წყალი მოგიტანეთ. გმადლობ. ბავშვებმა დაიძინეს? არა, ბაღში სხედან და საუბრობენ. ცოტა ხნის წინ უნდა გენახა. ბურთს თამაშობდნენ და მხიარულობდნენ. დეიდა ჩინარიც მათთან. ის ბავშვებთან ჩემი შვილი და ბედნიერება წამართვი. შენ გამო ყველაფერი დავკარგე. წარსული გამიმწარე და აწმყოსაც მიშხამავ. ვიდრე შენ სიკვდილს არ ვნახავ, ვერ მოვისვენებ. კუდრეთ? როგორც ჩანს, დედა მომაკითხა და დასაძინებლად მივყავარ. კარგი, ხუმრობ დედა. ახლავე წამოვალ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. შენც მშვიდობიან ღამეს გისურვებ, შვილო. ბავშვებო, დაიძინეთ, უკვე გვიანია. ძმაო, გინდა დაგაძინო? კიდევ 5 წუთიც ვიქნები რა, გთხოვ. დეიდა აიშა, გონი გადაგღალეთ. არა, შვილო. კარგად ვარ. წავიდეთ, ძმაო, ძილის დროა. შენც დაიძინე, დეიდა აიშა. წამოდი, წავიდეთ. თქვენ დაიძინეთ, შვილო. ცოტა ხნით კიდევ ვიქნები. აქ დიდხანს ნუ გაჩერდები, დეიდა აიშა. არ გაცივდე. დაო. დეიდა აიში აქ არ არის? ჯერ არ მოსულა. ალბათ ბაღში ზის. მეგონა ღამით ჩვენთან დაიძინებდა. მართალია არ წვიმს, მაგრამ არ გაცივდეს. დეიდა აიშესთან ძილი გამშვიდებს, არა? ხო. არ გამომიცდია, მაგრამ ალბათ დედასთან რომ გავზრდილიყავით, იგივე ემოცია მექნებოდა. კარგი. დურო არ გავაღვიცოთ. ისედაც ძლივს დავაძინე. რჩებს შენს ოთახში წახვიდე. კარგი, 7 ძილს გისურვებ, შენც. ცოტა დარჩა დაო. მალე დედას ჩაეხუტები და მშვიდად დაიძინებ.
რადგან არ გეძინება და ბაღში ჯდომაქ სიამოვნებს, მე შენთან ერთად ვიქნები. ღმერთო ყველაფრისთვის მადლობას გიხდი. დილით თუ გაღვიძების ნებას მომცემ. ჩემი შვილების ღიმილიან სახეს ისევ ვნახავ. მაგრამ თუ ჩემი სიცოცხლე დღესვე შეწყდება, მაინც მადლიერი მოვკვდები. მეწოდინება, რომ ჩემი შვილები ერთად და კარგად არიან. ბედნიერი მოვკვდები. აღარ ვიდარდებ. ყველაფერი შენი გადასაწყვეტია უფალო. შენს ნებას დავემორჩილები. ესმა ჩემო კეთილო გოგო, ნუ თუ ღმერთი იქამდე მაცოცხლებს, რომ შენი პირველი სასამართლო პროცესი ვნახო, რომელსაც მოიგებ. შენი ბავშვობა არ მინახავს. ვერც გარდატეხის პერიოდში გაგიწია დედობა. ალბათ, მაშინაც არ ვიქნები შენს გვერდით, როცა დაქორწინდები და დედა გახდები. მაპატიე შვილო. მაპატიე, რომ დედობა ვერ გაგიწია. დეიდა აიშე. არ გძინავს შვილო. ოთახში მოგაკითხე. შენთან დაძინება მინდოდა, მაგრამ არ დამხვდი. დედა. შენ ხარ? შემაშინე. ამ სახლში ჩემ გარდა ღამით სხვა ვინ ვერ ისვენებს. მეც ვერ დავიძინე. ის გველი დასაძინებლად არ წასულა? რომ წასულიყო ამდენ ხანს ფანჯარასთან ვიდგებოდი? თვალს არ ვაშორებ. არ მინდა რომ ბავშვებს რამე უთხრას. დედა, თურგუთმა ხომ თქვა რომ არაფერს იტყვის? თურგუთის სიტყვის გჯერა? ის გველი ყველას მოატყუებს. თავში აცოდებს. გულსა უჩუყებს. მაგრამ მე ვერა. ამბობს რომ კვდება, მაგრამ ვიდრე მის გვამს არ ვნახავ. ვერ დავიჯერებ. დედა, სად მიდიხარ? მარტო მინდა დარჩენა. ნებას თუ დამრთავ, მარტოობა მირჩევნია. გგონია შენი კუჩი დევნა მიხარია? ნეტავ ჩინარი მოკვდეს და შენც აქედან წახვიდე. თქვენ გამო საკუთარ სახლში მოსვენება დავკარგე. დეიდა შეიტირე? არა შვილო. ქარმა თვალში მტვერი ჩამიყარა. არ იტირო დეიდა აიშე. იცოდე ცრემლიანი რომ გნახო ძალიან ვიდარდებ. არაფერზე იდარდო. შენ ლამას სახეზე სევდა არ დავინახო. ნეტავ შემეძლოს და უდარდელად ვიცხოვრო. ლედი არ გინდა დეიდა აიშე? შეგცივდა შვილო? არა. დილით ხომ დამპირდი ერთად დავიძინებთო. და გავიწყდა? აქ დავიძინოთ? რატომაც არა?
რაღაც ნაურია. ვინმეს რომ ეთქვა შორეული ნათესავი ძალიან შეგიყვარდებაო, არ დავუჯერებდი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი ხარ. ასე მგონია მთელი ცხოვრება აგიცნობ. დეიდაიშე, შენ გვერდით თითქოს დაცული ვარ და გული მითბება. ჩემსავით გაზრდილი ბავშვები ვერავის ენდობიან. დედამ თუ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, სხვას როგორ უნდა დაუჯერონ. ამდენი წლის შემდეგ პირველი ადამიანი ხარ, ვისაც მთელი გულით ვენდე. ყველაფერს დავთმობდი შენნაირი დედა რომ მყოლოდა. დედა, რატომ არ მოხვედი? ბაღში გაცივდები. გიჟი გოგო, ალბათ მოენატრა. იმედია მაშინაც ასე მშვიდად იქნები, როცა გაიგებ, რომ ეს ქალი დედა შენია. და გვერდიდან არ მოშორდები. დეიდაიშე, შენი შვილები სად არიან? შორს. მათთან რატომ არ მიდიხარ? მათი ნახვა ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი მიმიღებენ თუ არა. რატომ არ უნდა მიგიღონ? შენნაირ დედაზე უარს ვინ იტყვის? ალბათ ძალიან განაწყენებულები არიან. რატომ უნდა იყვნენ განაწყენებულები? შენ ხომ ძალიან კარგი ადამიანი ხარ. შენმა შვილებმა ნამდვილი გულისტკენა არც იციან რას ნიშნავს. ღმერთმა ნუ გამოაცდებინოთ. ჩემნაირი დედა რომ ყოლოდათ, მერე რას იტყოდნენ? მამის მკვლელი, დაუნდობელი ქალი. იცი დეიდაიშე, ჩემს თანაკლასელებს სკოლაში დედები რომ აცილებდნენ, კლასში ყოველთვის თავდახრილი შევდიოდი. ვინმეს ჩემთვის მკვლელის შვილი რომ არ დაეძახა. ისინი დედებს ფანჯრიდან ხელს უქნებდნენ. მე კი ზურგშექცევით გულმოკლული ვჯდებოდი. დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმაც ასე იქცეოდა. ნამდვილი გულისკენა ესაა, დეიდაიშე. ამ სიმწარეს ვერაფერი გამოასწორებს. ეს ჩვენი მოუშუშებელი ჭრილობაა. დარწმუნებული ვარ, შენი შვილებისთვის ასეთი ტკივილი არ მიგიყენებია. არ ვიცი მათგან შორს რატომ ხარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მიგიღებენ. ჩვენ უდედოთ ცხოვრებას მივეჩვიეთ. მამა რომ მოკლა, ამ საქციელით ჩვენზე უარი თქვა. ყოველ დედის დღეს, როცა ყვავილებით ხელში ბავშვებს და მათ დედებს დავინახავდი, ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი. ერთმანეთს როგორ ეხუტებოდნენ. ეს არ დაგუმსახურებია, დეიდაიშე. დედის და მამის გარეშე გაზრდას, რომელი ბავშვი იმსახურებს. ალბათ ჩვენი ბედის წერა ასეთია. ალბათ ღმერთმა ასე ჩაიფიქრა.
საუზმის მოსამზადებლად ადრე ადგებოდა. წავალ მივეხმარები. საუზმეს ახლავე მოვამზადებ. დაჯექი, ქალბატონო. 5 წუთში ყველაფერი მაგიდაზე იქნება. კარგი. როგორ მოხდა, რომ აიშე სამზარეულოში არ არის? არაფერი გვითქვამს. ალბათ თვითონ არის ურვა მომზადება. საინტერესოა. ნეტავ რა მოხდა? დილა მშვიდობისა. აქ ტყუილად ეძებ. ბახშია. თიდან. საუზმე აღარ მომიმზადო. მადა დავკარგე. ყავა მომიმზადე. ესმა გაიხვიჩა უკვე გათენდა. აქ გეძინათ? არ შეგცივდათ? არა. ერთმანეთს ვეხუტებოდით და თბილად გვეძინა. დილა მშვიდობისა. არც მახსოვს როგორ ჩაგთვლიმა. მაგრამ ასეთ კბილად და მშვიდად პირველად მეძინა. გონი წელი გამიშეშდა. თელი ღამე აქ თუ გეძინა, აბარა იქნება. არა უშავს. დეიდა აიშესთან კბილად ძილის გამო წელის გაშეშებასაც ავიტან. წავალ ტანსაცმელს გამოვიცვლი. კარგა ხანს ვისხედით და ვსაუბრობდით. დარდი გამიზიარა და იცი რა მითხრა. ადამიანმა შენაირი დედა როგორ არ უნდა მიიღოსო. ერთი წამით დავიჯერო, რომ სიმართლეს თუ გაიგებს, ხელს არ მკრავს. წამიერად შვება ვიგრძენი. ამ უცოდვალ სიყვარულით სავსე თვალებს რომ დაინახავს ადამიანი, როგორ არ უნდა დაიჯეროს დედა. დარწმუნებული ვარ სიმართლეს რომ გაიგებს შემხარეს დაიჯერს. ნეტავ ცოტა მეტი დრო მქონდეს. რომ ვიცოდე რამდენიმე დღეში არ მოვკვდები, ალბათ ვცდიდი. სიმართლეს ვეტყოდი, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. გამბედაობა არ მეყოფა. დილა მშვიდობისა დედა. ამ გველის გვამს როდის ვიხილავ. მშვიდობიანი დილა მხოლოდ მაშინ მექნება. ამ გველის გამონერვების მოშლა აღარ ღირს დედა. სულ რამდენიმე დღე დარჩა. კიდევ რამდენ ხანს ეცოცხლებს. მალე მოკვდება. არი დარდოთ. არ ნერვიულობ ბრძალო. მის სიკვდილს მოუთმელად ველოდები. მისი სიხარული მაღიზიანებს. გუშინ მათ ბედნიერ სახეებს რომ ვხედავდი, გავცობდი. მისი უშფოთველი ცხოვრება შურისძიების გრძნობას მიღვიძებს. ჩემი ტანჯვა მახსენდება. როგორც კი მოკვდება, გულზე მომეშვება. ჩემთვის მთავარია, რომ ის გველი თავიდან მოვიშოროთ. მაგრამ რადგან ჩემი სურვილი რეალობად იქცევა, გადავწყვიტი არ ჩავერიო.
ნეტავ მეც მშვიდად ლოდინი შემეძლოს. ჩინერი ჩემთვის ასაფეთქებლად გამზადებული ბომბია. ყოველ წამს შეიძლება ქუდრეთს სიმართლე უთხრას და შვილი წამართვას. მამა, კარგად ხარ? კარგად ვარ შვილო. გუშინდელიდან უხასიათოდ მეჩვენები. რამე გაწუხებს? სახეზე ფერი არ გადევს. თვალების თითქოს ჩაგიქრა. წამოდი საავადმყოფოში წაგიყვან. ჯანმრთელობასთან ხომრობა არ ღირს. კარგად ვარ შვილო. გუშინ ბევრი ჩაი დავლია და ვეღარ დავიძინე. გადაღლილი ვარ. არ ინერვიულო. კარგი. რადგან ასე ამბობ? შვილო. დარდი როგორ გაგიზიარო. როგორ უნდა გითხრა რომ შენი სიცოცხლის გადასარჩენად ქალბატონი ჩინარის ცხოვრება გავანადგურე. აქ გაჩერება აღარ ღირს. ბაღში გავალ. დედას სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. ხომ იცით როგორი ხასიათი აქვს. ჯობს გავყვა, მარტო რომ დარჩება შეიძლება უფრო გაბრასდეს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა შვილო. მერტო ჩემო საუზმეც არ მომიბზადებია. არ შეწუხდა. დღეს საუზმე ჩემზეა. ერთი წუთით. გონი არასწორად გავიგე. საუზმის მომზადებას აპირებ? არა, არ მომამზადებ. სასაუზმოდ წავიდეთ და შევუკვეთოთ. არ მგონია მომზადება გამომივიდეს. ხომ არ მოგწამლავთ? რა სიტყვით? წავიდეთ? რა თქმა უნდა წავიდეთ. კარგი. წავიდეთ შვილო. დაო, დურო გამზადე და წავიდეთ. საქმეები მაქვს, ვერ წამოვალ, თქვენ წადით. რა საქმეები შვილო? ერთად წავიდეთ. ნიშნულოვანი არაფერია. მალე მოვაგვარებ, თქვენ წადით. კარგი, მაშინ წავიდეთ. კარგი, როგორც გინდათ. როგორც ჩანს, ღმერთი გამოცდას მიწყობს. მოსისხლე მტერთან ერთჯერ ქვეშ მიწევს ცხოვრება. მაგრამ უნდა გავუძლო, რადგან პირობა დავდე ვერ გავტეხ, უნდა მოვითმინო. ღმერთმა მოთმინება მოგცეს დედა. მარტივი ნამდვილად არ არის. ნეტავ თავად თუ შევძლებდი. არ ვიცი ჩინარის მსგავსი მტერი რომ ყოლოდა ალბათ მოთმინება მიღალატებდა. ბავშვებო, მოიცადეთ. რა მოხდა დეიდა აიშე? რამე დაგავიწყდა? ერთი ადამიანი დამავიწყდა. დეიდა აიშე, მინდა გავიწყდა. ქუდრეთს დავპირდი, რომ ერთად ვისაუზმებდით. პირობას თუ გავტეხ, ვერ მოვისვენებ. ისიც რომ წავიყვანოთ? თუ ასე გინდა წავიყვანოთ. კარგი, მაშინ აქ დამელოდეთ. ქუდრეთთან ერთად დავბრუნდები. ხომ ხედავ? დილიდან საღამომდე ერთად არიან. ჩინარს ბავშვები შეუკრებია. აშკარაა, რომ სადღაც მიდიან. მადლობა ღმერთს ამჯერად ქუდრეთი თან არ ახლავს. მოთმინება მოვიკრიბოთ. სულ ცოტა დარჩა და ყველაფერი დასრულდება. რა ხდება? ამ ქალს ჩემ შულთან რა ესაქმება? მის შვილებთან რაც უნდა ისქნას, მაგრამ ჩემსას თავი დაანებოს. მოიცად ერთძალო. ხელი არ შეუშალო. ქნას რაც უნდა, ბოლოს ჩვენ გავიცინებთ. ცოტაც მოიცადე.
შეგერგოთ. შეგერგოს ჩემო ძვირფასო. ყავას მიერთმევ თურგუთ. არა, ბევრი საქმე მაქვს, უნდა წავიდე. ბიძია. შენთან ლაპარაკი მინდა. ხოლოდ 2 წუთს წაგართმევ. წამოდი შვილო. ვისაუბროთ. ჩემს კაბინეტში წავიდეთ. რაზე უნდა ელაპარაკოს? ეს გოგო გამაგიჟებს. დედამისს არ შორდება. მის სახლშიც არ მიდის. მოდი შვილო, მოდი. ხომ შვიდობაა საჰარ. რაზე უნდა მელაპარაკო? ბიძია, როგორც იცი, დედას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მალე გარდაიცვლება. თვითონ წინააღმდეგია, მაგრამ გადავწყვიტე ჩემს დაწმას სიმართლე ვუთხრა. იმსახურებს, რომ სიკვდილამდე ჩეთინმა და ესმამ დედა დაუძახოს. ჩემი ვალია, რომ ეს შევძლო. რას ფიქრობ? შენი აზრით რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა? რა გითხრა შვილო? ორივე შემთხვევაში საქმე რთულადაა. ეტყვი თუ არა, ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია. არ ვიცი შენი და-ძმა ამ ამბავს როგორ შეხვდება, აპატიებენ თუ არა. არ ვიცი, დარწმუნებული ხარ, რომ ამ ამბავს კარგად შეხვდებიან? დარწმუნებული ვარ, ბიძია. ბოლო დღეებია ძალიან დაახლოვდნენ. უზომოდ უყვართ. მის უდანაშაულობასაც დაიჯერებენ. დედას ძალიან ცოტა დრო დარჩა. მალე გარდაიცვლება და მინდა, რომ სიკვდილამდე დარჩენილი დრო შვილებთან ერთად ბედნიერად გაატაროს. შენს და-ძმას ჩემზე უკეთიცნობ. რადგან ფიქრობ, რომ ამ ამბავს კარგად შეხვდებიან, მაშინ უთხარი. რაც არ უნდა მოხდეს, შენს გვერდით ვიქნები შვილო. გმადლობ, ბიძია. ყველაფერი არც ისე მარტივადაა, საჰარ. დედა შენი გაიგებს, რომ სიმართლის თქმას აპირებ. მერე ვნახოთ ხმის ამოღების უფლებას თუ მოგცემს. ღმერთმა ბარაქა მოგცეს შვილო. ამ ჟესტით ძალიან გაგვახარე. შეგერგოთ. და აიშა, შემდეგში მე დაგპატიჟებ. უფრო ლამაზ ადგილზე წაგიყვან. სადაც თქვენთან ერთად ვარ, ჩემთვის ყველა ადგილი ლამაზია შვილო. თქვენთან ძალიან კარგი იყო, მაგრამ ჩემი სამსახურში წასვლის დროა. მართალი ხარ. ზოგს მუშაობა სჭირდება, ზოგს არა. და აიშა. წაგიყვან და სახლში დაგტოვებ. რა სიტყვი? იცი დეიდა აიშა. ჩემს თანაკლასელებს სკოლაში დედები რომ აცილებდნენ. კლასში ყოველთვის თავდახრილი შევდიოდი. ვინმეს ჩემთვის მკვლელის შვილი რომ არ დაეძახა. ისინი დედებს ფანჯრიდან ხელს უქნევდნენ. მე კი ზურგ შეკცევით გულმოკლული ვჯდებოდი. საჭირო არაა შვილო. სახლში წასვლა არ მინდა. შენი ოფისის სიახლოვეს საქმე მაქვს. თუ გინდა ერთად წავიდეთ. კარგი იქნება დეიდა აიშა. თანამგზავრობას გამიწევ. წავიდეთ. საღამოს შევხვდებით. ღმერთს ებარებოდეთ ბავშვობა. თქვენც. დედიკო, სახლში მივდივართ? ხო, შვილო. მაგრამ საქმეები მაქვს. დაგტოვებ და წამოვა. მოგვიანებით დავუბრუნდები. ხომ არ გამიბრაზდები? მალე თუ დაბრუნდები, არ გავბრაზდები. კარგი, გპირდები, რომ მალე მოვალ. შვილო, წამოდით, სახლამდე გაგიყოლებთ. კარგი იქნება, ბიძია. თურგუთ?
სად მიდიხართ? დღეს კომპანიაში წასვლას ხომ არ აპირებდი? არა, სხვა საქმე მაქვს. რა საქმე? ბიძია საქმეებს მიხედე, ჩვენ წავალთ. წამოდი შვილო. მითხარი თურგუთ რა საქმე გაქვს? ჩინარს ხომ არ უკავშირდება? ჰალილს უნდა დაველაპარაკო. ჩინარი ავად რომ გახდა და იჟინა სიმართლეს ვეტყვიო. მერე ოპერაცია ჩაინიშნა და გაჩერდა, მაგრამ ახლა სიტუაცია ისევ შეიცვალა. ვიდრე დაგღუპავს როგორ მე უნდა გავაჩუმო. კარგი რა თურგუთ. ერთი კაცი როგორ ვერ გააჩუმე. ბევრი ფული შესთავაზე, რამე მოიმოქმედე. სიმართლეს თუ იტყვის დავიღუპებით. გონია არ შევთავაზე? სინდისის კენჯნა აწუხებს. ფული არ აინტერესებს. როგორც გინდა ისე გააჩუმე. ჩვენი ბედი ამ კაცის სიჩუმეზეა დამოკიდებული. თუ საჭირო გახდება სიცოცხლეს გამოვასალმოთ. ადამიანების მოშორებას ძალიან შეეჩვია. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlı